დღეს მსოფლიო დედამიწის დღეს აღნიშნავს ყველაზე ფართომასშტაბიან და პოპულარულ გარემოს დაცვით აქციას პლანეტის ყველა კონტინენტი შეუერთდა. 1 საათით ელექტროენერგია დღეს მსოფლიოს 140 ქვეყნის ცნობილ შენობებსა და ადგილებში გაითიშება. საერთაშორისო გარემოს დაცვით აქციაში საქართველოც მონაწილეობს. ამ წუთებში ელექტროენერგიას 1 საათით გათიშავენ თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის ცნობილ და ღირსშესანიშნავ ადგილებში. ღონისძიების ეპიცენტრი დედაქალაქისა და ბათუმის შერატონია, სადაც მწვანე საღამო იმართება. მრგვალ ბაღში კი შუქის ჩაქრობისთანავე სიმბოლურად 60 სანთელი აინთება. და თეიკო ანჯაფარიძე განაგზობს ჩვენს ღია ეთერს პირდაპირ ეთერში. თეიკო, რა ხდება ამ წუთებში მრგვალი ბაღის ტერიტორიაზე? ნინო, მინდა მიგითხრა, რომ აქცია რამდენიმე წუთის წინ დაიწყო და როგორც ხედავ, შუქი უკვე ჩამქრალი არის და აქციის მონაწილეები ახლა სიმბოლურად 60 სანთელს დაანთებენ. რაც შეეხება დღევანდელ დღეს, უკვე ტრადიციაა, რომ მარტის ბოლო შაბათს იმართება დედამიწის დღე. დედამიწის დღე აღინიშნება 2007 წლიდან, თუმცა ყველაზე მასშტაბურად ის აღინიშნა 2009 წელს. მაშინ ამ დღის აღნიშვნაში 80 ქვეყანა გაერთიანდა, თუმცა წელს უკვე დედამიწის საათს 140 ქვეყნის წარმომადგენელი შეუერთდება. ჩატარდება ცეცხლოვანი შოუ. ჩაბმულდება გვალბაღის მიმდებარე ტერიტორია 1 საათის განმავლობაში. თბილისი 2012 წელი მრგვალბაღში 20 საათსა და 30 წუთზე. მაშინ, როდესაც ელექტროენერგია გაითიშება, ამ ადგილას 60 წუთის სიმბოლოდ ზუსტად 60 სანთელი აინთება. საქართველო უკვე მეოთხედ ყველაზე მასშტაბურ და პოპულარულ აქციას უერთდება. მთელი მსოფლიო 60 წუთით ერთიანდება იმისთვის, რომ გარემოს დაცვის მიმართ თავისი დამოკიდებულება გამოხატოს. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია 1 საათით გამორთოს ელექტროენერგია საკუთარ სახლში და ამით გამოხატოს თავისი სოლიდარობა, მაგრამ თავარი არის ის, რომ არა მარტო ამ 1 საათის მანძილზე, არამედ საერთოდ მთელი ცხოვრების მანძილზე ყოველივე ჩვენთაგანმა უნდა იფიქროს, როგორ იცხოვროს ისე, როგორი წესი შემოიღოს ცხოვრების ისეთი, რომ მინიმალურად დააზიანოს გარემო და პირიქით სარგებლობა მოუტანოს მას. ეს არის სიმბოლურად იმისი გამოხატულება, რომ ადამიანებმა კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ თუ როგორ შეიძლება ვიყოთ გარემო მეგობრულები და ვიზრუნოთ იმაზე, შევამციროთ გარემოზე ნეგატიური ზეგავლენა, ის რაც ჩვენს ყოფას და ცხოვრებას თან ახლავს. ელექტროენერგია გაითიშება ყველაზე ცნობილ შენობებსა და ღირსშესანიშნავ ადგილებში. ეს ლამაზი მწვანე სანთელი სიმბოლურად ასანთიც, რა თქმა უნდა, ესეც არის ზუსტად სიმბოლური, რომ ჩვენ მხოლოდ ასანთს ვიყენებთ და სიმბოლური ელემენტი მწვანე ფერი, ცოცხალი მუსიკა და სანთელი. ჟერატონ მეტეხი პალასი აქციის მუდმივი მონაწილეა. თბილისში ერთ-ერთი მთავარი ღონისძიება დედამიწის დღის მწვანე კოქტეილიც აქ გაიმართება. დედამიწის საათს შეუერთდება ბათუმის ჟერატონიც. ამ ინიციატივას ძალიან ბევრი კომპანია და ორგანიზაცია უერთდება. ამათ მიღმა საერთოდ ადამიანებმაც დაიწყეს ელექტროენერგიის და სხვა რესურსის დაზრდვა არა იმიტომ, რომ დაუშვათ გადასახადი ნაკლები ექნებათ, არამედ იმიტომ, რომ რეალურად დედამიწის რესურსს ინახავენ და ეს ძალიან კარგია. ბათუმის გარდა სოლიდარობის ნიშნად შუქი ჩაქრება ქუთაისშიც. წელს პირველი წელია, როცა დედამიწის საათის ათვლას საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში იწყებენ. დაიწყო ცირა პერფორმანსი მოცეკვავების მიერ შესრულებული, აინთება სანთლები დღევანდელი დღესთან დაკავშირებით და სავარაუდოდ როგორც სხვა ქალაქებში გაითიშება ქალაქში არსებული ყველაზე დიდი შენობა ელექტროენერგია და ამ სახით შევერთებით აქციას. კლიმატის ცვლილებები პლანეტის ყველა ქვეყნის ყველა მოქალაქისათვის მთავარი პრობლემაა. ეს გახდა ამ დღის დაარსების მთავარი მიზანი. შენ რას აკეთებ ჩვენი პლანეტის გადასარჩენად? ეს კი დედამიწის დღის მთავარი სლოგანია. ორგანიზატორების მთავარი მიზანია ყველას დაანახონ, რომ თითოეულ ადამიანს თავისი ქცევით სამყაროს უკეთესობისაკენ შეცვლა შეუძლია.